ეს კავკასიონია, რუსეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნების გამყოფი. კავკასიონი თბილისის ცენტრიდან ძალიან შორსაა, მაგრამ კარგა მინჩი მოსჩანს ხოლმე. ჩვენი ფილმი მოგითხრობთ კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსებაზე და იმაზე, თუ როგორია ის დაარსების 99 წელს. გონის სუვერენობა. ლელა წიფორიას ფილმი. 21 საუკუნის თბილისში მშენებლობის ბუმია. ქალაქი დიდ სამშენებლო მოედანს ჰგავს. თბილისი თანდათან გარეგნულადაც ემსგავსება ევროპულ ქალაქს, არადა ქართველები თავს ყოველთვის ევროპის ნაწილად თვლიდნენ და ევროპული განათლებისკენ მიისწრაფოდნენ. თითქმის 1 საუკუნის წინაც ასე იყო. თუმცა მაშინ თბილისი საქართველოს კი არა, რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის დედაქალაქად იხსენიებოდა. აქ ბევრი რამ ისევეა, როგორც მაშინ, უბრალოდ თანამედროვე ადამიანები დადიან, თორემ ფასადებზე დრო თითქოს გაყინულა. უნივერსიტეტის დამაარსებლები ასეთ სახლებში ცხოვრობდნენ. ეს 1500 წლის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია. აქ ისტორიულ წარსულს თანამედროვეობა ერწყმის. შარდენის ქუჩა, თბილისელი ახალგაზრდების საყვარელი ადგილი. სახელმწიფოს სუვერენობა, გონის სუვერენობა, რომელს განაპირობებს. თავისუფლება მათ ასე ესმით, მათ ყოპიერებაში თავისუფლება ასე ვლინდება. რა გზას აირჩევენ დღევანდელი ქართველები? საქართველოს მომავალი დღეს განისაზღვრება, თუმცა მაშინაც 90 წლის წინ თანამედროვე საქართველოს სახე იქმნებოდა და პეტი წყდებოდა. ჩვენი ქვეყანა ხომ მუდმივად არჩევანის წინაშე დგას. ფაზისის ანუ კოლხეთის აკადემიაში ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეებში უცხო ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ სასწავლებლად. მე-19 საუკუნეში კი ევროპის გზაზე ახლად შემდგარი რუსეთი ჩაგვაგონებდა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გახსნისთვის მზად არ იყო. 1897 წელს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ცხვედაძემ ვარაზისხევში მიწის ნაკვეთი შეიძინა. არქიტექტორ სვიმონ კოლიაშვილს პროექტი დაუკვეთა და სათავადაზნაურო გიმნაზიის შენება წამოიწყო. თუმცა შენობა თავიდანვე უნივერსიტეტად იყო ჩაფიქრებული. მშენებლობისთვის შემოწირულობების გაღება გონიერი ქართველებისთვის ღირსების საქმედ იქცა. ქართული უნივერსიტეტის გახსნის გეგმა საბოლოოდ პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართულ კათედრაზე გადაწყდა. საქმეს სათავეში ივანე ჯავახიშვილი, ამ უნივერსიტეტის პრივატ დოცენტი ჩაუდგა. მან გარშემო იკრიბა ცნობილი ქართველი მეცნიერები. რუსეთი თებერვლის რევოლუციის შფოთვარებას მოეცვა. ამგვარი ვითარება ქართული ეროვნული საქმისთვის ხელსაყრელი გახლდათ. ივანე ჯავახიშვილმა წარმატებული კარიერა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. რუსეთი ნებისმიერი გზით ცდილობდა ხელი შეეშალა ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის და ამიტომ თბილისს რუსული უნივერსიტეტის გახსნა შესთავაზა. გეგმა ვერაგული იყო. რუსებმა გადაწყვიტეს თავისი გეგმისთვის გამოეყენებინათ არაქართველი მოსახლეობა. ნოე რამიშვილმა ღამით დააპატიმრა რუსული უნივერსიტეტის მომავალი პროფესორა. ამის შემდეგ ისინი ბაქოში გადავიდნენ და იქ დააარსეს რუსული უნივერსიტეტი. 1917 წლის 2 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატმა საბოლოოდ დაამტკიცა უნივერსიტეტის წესდება. რექტორად მსოფლიოში აღიარებული ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს და ევროპული ტიპის ეროვნული უნივერსიტეტი დააფუძნეს. უნივერსიტეტი 26 იანვარს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კათოლიკოს პატრიარქმა კირიონ მეორემ აკურთხა. უნივერსიტეტის დაარსებას მოგვიანებით საქართველოს გონების სუვერენობის აღდგენა უწოდეს. სახელმწიფოს სუვერენობა კი საქართველომ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. სექტემბრიდანვე კერძო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად იქცა. 1919 წლიდან ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის რექტორი გახდა. ლექციები ტარდებოდა, ივანე ბერიტაშვილი ძალზე ცდებს ატარებდა. საქართველოს ევროპისგან ელოდა დაცვას, მაგრამ მარტო რჩებოდა გასაჭირთან. უნივერსიტეტის კედლებთან დებდნენ ფიცს სამშობლოს დასაცავად წასული ახალგაზრდები. ბოლშევიკურმა რუსეთმა ჯარი შემოიყვანა.
საქართველოს მთავრობამ დედაქალაქი დატოვა. მათ ეროვნული განძის მცველად უნივერსიტეტის ფუძემდებელი საქართველოში სინდისიერების საზომი ექვთიმე თაყაიშვილის გახვა. დამოუკიდებელმა საქართველომ 3 წელიწადში 3 ომი და გარეშე ძალის პროვოცირებული 5 შეიარაღებული აჯანყება გადაიტანა. მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა. რუსების საოკუპაციო ჯარს ამაყად მოუწევებოდა წინ სერგო ორჯონიკიძე. ბოლშევიკებმა რეპრესიული მანქანა ამუშავეს. პირველი მსხვერპლი სწორედ უნივერსიტეტის პროფესურა ხდებოდა. რადგან კომუნიზმის იდეას რჩეული გონი სჭირდებოდა სამსხვერპლოდ. სტალინის და ბერიას ეპოქა ამ მხრივ ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა უნივერსიტეტისთვის. 1926 წელს ბოლშევიკი აქტივისტი სტუდენტების ფეხების ბაკუნისა და სტვენის ხმაზე ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააძევეს. ისინი ახალ ცხოვრებას აშენებდნენ. შემდეგი 11 წლის მანძილზე უნივერსიტეტში 6 წითელი რექტორი დაინიშნა. 6-ვე 1937 წელს დახვრიტეს. ბოლშევიკური რეჟიმი თავისიანებსაც უმოწყალოდ იწირავდა. ივანე ჯავახიშვილი 1940 წელს გარდაიცვალა ლექციის კითხვის დროს ხელოვნების მუშაკთა სახლში. უნივერსიტეტის დამაარსებლები თანდათან გადადიოდნენ მარადისობაში და უნივერსიტეტის ბაღში, პანთეონში მკვიდრებდნენ ადგილს. მე-20 საუკუნის საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში იშვა. თავად უნივერსიტეტს დღესაც მეცნიერების თეთრ ტაძარს უწოდებენ. 21 საუკუნეში აქ ახალი ევროპული ტერმინებიც ისმის. ბოლონიის პროცესი, ლისაბონის სტრატეგია. ეს ახალი ამოცანები სწორედ იმ მიზნებთან გვაბრუნებს, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები ისახავდნენ. აქ მიღებული აკადემიური ხარისხის და რაც მთავარია თავად განათლების ხარისხის საერთაშორისო აღიარება. წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული პირველ კურსელების 85%-ს აქვს სახელმწიფო გრანტი. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე უფრო ინტელექტუალური ნაწილი ახალგაზრდობისა მოდის უნივერსიტეტში. ჩვენ გვაქვს დიდი აკადემიური ტრადიციები, ჩვენი პროფესურა დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტს. ჩვენი ხედვა ყოველთვის უნდა მომავლისკენ იყოს მიმართული. თუმცა მნიშვნელოვანია, სწორედ უნივერსიტეტში შექმნათ სტუდენტზე ორიენტირებული გარემო. უნდა მოხდეს უნივერსიტეტის რეინტეგრაცია უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში, რადგანაც თავისი დაარსების საწყის წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართლაც იყო ამ სივრცის ნაწილი, როგორც კი ჩვენი აზროვნების სტილი, ჩვენი აზროვნების კულტურა დაუბრუნდება ევროპულ და დასავლურ განზომილებებს, ეს იქნება უთხოვარი გარანტია იმისა, რომ საქართველოს ვერასოდეს ვერ მოწყვეტენ თავის სახლს, რომლის ნაწილი ჩვენ ისტორიულად ვიკავებთ. ისტორიის კაბინეტში ივანე ჯავახიშვილის ნივთების ფონზე ისევ საქართველოს ისტორიას სწავლობენ. ემისიასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ყოველთვის სამეფო ხელისუფლების სამონიტორო გალის რეალიზაცია, ხოლო მეორე არის ქალაქ ფაზისის როგორც ელინური პოლიციის სამონიტორო გალის რეალიზაცია. საუნივერსიტეტო განათლება ევროპულ სტანდარტებს უბრუნდება. Multicultural management. ძალიან კარგია. ამას ჩავთვლით. რამდენი გამოგივიდა? ესე იგი 4 + 3 11. არა, საგანი დათვალე. 1 2 3 4 5 6. ხო. ნუ ეცადეთ რომ ეს აქ მუსიკალი music აიღე აუცილებლად. და აქ tourism policy ვიფიქრე და ბოლონია პროცესი. ბოლონია პროცესი. ამერიკანის შესწავლა სწორედ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა უნივერსიტეტში, ახლა ვითარდება. გვაქვს საქართველოში და მე მგონი ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა ამერიკის საკითხებზე. ამ კოლექციას შედის პოლიტიკური ფილმები, აი გაჩვენებთ ახლა ფილმებო. და მაგალითად ბიოგრაფიები, კენედის ბიოგრაფია, ნიქსონის ბიოგრაფია, ფრედერიკ დუგლასის და ლორა ბუშის. არა, ძალიან კარგი კოლექციაა, რა ეს ჩვენ დაუკვეთეთ საელჩოს და საელჩო ყოველ წელს ავსებს ამ კოლექციას და საკმაოდ კარგი რამ არის. ერთი არის წიგნები, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორები წერენ, სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები, მაგრამ ასევე უნდა გამოვცეთ აუცილებლად წიგნები, რომელიც არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. პრიორიტეტი გამომცემლებისათვის იქნება ის, თუ რომელი წიგნი უფრო და რომელი სახელმძღვანელო უფრო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. ჩვენ გეგმავთ, როდესაც გამოიცემა ჩვეულებრივი წიგნი აქ, ხო, რამდენიმე თვეში მას მოჰყვეს ელექტროვერსია, რომელსაც ჩვენ დავდივთ ჩვენ ვებსაიტზე და ექნებათ შესაძლებლობა სტუდენტებს თუ საიტზე წაიკითხონ თვითონ. უნივერსიტეტში სოლიდური საგამომცემლო საქმიანობაა. წიგნებთან ერთად ჟურნალ-გაზეთებიც გამოდის. გაზეთი თბილისის უნივერსიტეტი
1927 წლიდან გამოიცემა. ჩვენი ჟურნალი თავდაპირველად ემსახურებოდა სტუდენტების ძირითადად შემოქმედების პოპულარიზაციას. გვინდოდა რომ შეიძლება მეტ სტუდენტს დაებეჭდა თავისი ნაწარმოებები ჩვენთან. ჟურნალმა მიიღო გაცილებით სერიოზული სახე. გამოვიდა უკვე 8 ნომერი და უკვე ჩემი აზრით აღარ აქვს თავდაპირველი სტუდენტური სახე. ძირითადად თარგმანები იბეჭდება როგორც წესი, მაგალითად როგორიცაა მარკესი, ტარკოვსკი და პოეზია ორიგინალური. უნივერსიტეტის გახსნამდე რამდენიმე წელი აქ ლაზარეთი ყოფილა. ამ ოთახში ვაჟა ფშაველა გარდაიცვალა. გენიოსი პოეტი. მეტაურ ასეთ ყოდა ვაჟა დღევანდელ ქართველებს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სრულიად უნიკალური უცხოენოვანი გამოცემებია. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ყველაზე ძველი წიგნი 1484 წელს გერმანიაში ლუბეკშია დაბეჭდილი. ინკუნაბულა ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანი არის შეგებასებას წიგნის გამოსვლების პროცესის განხორციელება. პროგრამა ივანე მაჩაბელი, რომელიც გულისხმობს ამ საქმის განხილებას, ეს არის უცხოური ლიტერატურის თარგმნა ქართულ ენაზე და ქართული ლიტერატურის, ძველი ლიტერატურის და თანამედროვე ლიტერატურის თარგმნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. რაც მთავარია, ეს თვითონ არტეფაქტები აღმოჩენილია ამ კათედრის თანამშრომლებისა და იმ სტუდენტების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში გადიოდნენ ამ სპეციალობას და სწავლობდნენ ამ კათედრაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რამდენი ქვეყნის უნივერსიტეტი დაიქვეყნის, რომ ველზე გასული სტუდენტი მიწას გათხრის და ამგვარ ექსპონატს მოუტანს. ეს ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-4 წლეულების ძვლის იარაღებია. ეს ჭურჭელი კი ძველი წელთაღრიცხვის მე-2000 წლეულის. დანარჩენი ექსპონატები ჩვენთვის ახალია. კაი, 5 მილიონი ვიყავი თამარი დროს. 1993 წელს, კაი 800.000. 4 მილიონი კაცი 5 საუკუნეში. როგორც ხალხი, ეთნიკური ერი, ქართველები გადავრჩით გეორგიევსკის ტრაქტატით. კაი მოიტანა თუ ცუდი მოიტანა, იმას ეს მეორე საქმეა, მაგრამ რო გადავრჩით არის? რატო? გეორგიევსკის ტრაქტატს რაღაცა გადავრჩენია. ის 4 საუკუნე თუ გადარჩი ის 200 წელი ვეღარ გადარჩი. ერთი კარგი თვისება. და ბევრი გვაქვს კარგი, ერთი გვაქვს საინტერესო. ესე იგი, ყამად, თან ვიცით რომ 11 პოზიციას არ შეიცვლეს. ხო, ეხლა 11. მაინც უნდა ვიკამათ. მაინც ვაგზელეთ, ხო? ნასხვია ვინ მოგაჯო, მაგრები. ჩემი ფეხი დავალ გილიოტინაზე. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის კერა. 70-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ალბათ ბევრს ახსოვს ეს, დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ეძიდი სავეტსკი ნაროდ, ეძიდი სავეტსკი язык და დაიწყეს თანდათან დანერგვა იმისი, რომ ყველგან სწავლა გადასულიყო რუსულ ენაზე. და დაიწყეს სხვათა შორის მოსინჯეს ეს პირველად ჩვენს უნივერსიტეტში. აწყდა ერთი უბედურება ამბავი. ძალიან დიდი უსიამოვნება, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დაშინებაც ყველაფერი, მაგრამ უნივერსიტეტის პროფესორამ ეს არ დაუშვა და ქართული უნივერსიტეტი დარჩა ქართულ უნივერსიტეტად. 1978 წლის საქართველო, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებოდნენ და აქედან წავიდნენ მთავრობის სასახლისაკენ. 14 აპრილს ქართული ენის სტატუსის შენარჩუნება ეროვნული იდეის პირველი დიდი გამარჯვება იყო. 98 წლის დასასრული 99 წლის დასაწყისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო გაერთიანება სტუდენტებისა, რომელსაც დაერქვა სტუდენტური პრეს-კლუბი. ძირითად მიზანს წარმოადგენდა ერთგვარი ბრძოლა თავისუფალი აზრის
დამკვიდრებისათვის საზოგადოებაში. არ იყო არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისათვის, მაგალითად 99 წლის 9 აპრილს უკვე ეს ტრაგიკული დღეები 9 აპრილისა სტუდენტური პრეს-კლუბი და მისი წარმომადგენლები იყვნენ ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში და გამოხატავდნენ თავიანთი თაობის აზრს. 1999 წელს ამ კადრებმა მსოფლიო შეძრა. დღევანდელი საქართველოსთვის ეს ახალი ისტორიის დასაწყისია. სუვერენობის იდეას მშვიდობიან მიტინგზე რუსული ტანკებით გაუსწორდნენ. საბჭოთა კავშირში თანასწორობა ასე ესმოდათ. როცა 9 აპრილის დილა გათენდა, ქალაქში ტანკები დაქროდნენ. ხალხი უნივერსიტეტის ბაღისკენ მოდიოდა. უნივერსიტეტი საქართველოს თავისუფლების იდეის ყველაზე საიმედო მცველად და ყველაზე დაცულ ადგილად ეგულებოდათ. 1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ქართველი ერი თანდათან მართლმადიდებლობას მოუბრუნდა. საქართველოში ახალი ტაძრების მშენებლობა დაიწყო. 1995 წელს უნივერსიტეტის ეზოში დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია გაიხსნა. ამ წელს სრულიად საქართველო უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავს ზეიმობდა. რომლის ძირი კონკრეტულ ინდივიდუალური ეროვნულ არსებობაში არის. როგორც ნეტარმა გრიგოლ ხანძთელმა ამაშენა და განამშვენა ეკლესია მონასტრებით, ასევე თქვენ უწმინდესობა განამშვენეთ და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდებ. ახალ რექტორს გამოცდილებას ყოფილი რექტორებიც უზიარებენ. ეს მრჩეველთა, ანუ უხუცესთა საბჭოს სხდომაა. ავტონომია, რა თქმა უნდა, აუცილებელია უნივერსიტეტის, მაგრამ არ უნდა იყოს გაგებული ავტონომია ისე, რომ უნივერსიტეტი აღარ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს შესაძლებელია. არის რაღაცა პრიორიტეტები, მაგრამ ბრძანა სწორედ. საერთაშორისო გლობალიზაციის პროცესში ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, შევინარჩუნებთ ჩვენი არსებობა, თუ შევინარჩუნებთ ჩვენ კულტურას, ჰუმანიტარულ დარგებს, განსაკუთრებული დაფინანსება და მნიშვნელობა და ჰუმანიტარულ დარგებში კი ქართველოლოგიურ დარგებს. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საკუთარი. ქართული ემიგრაციის მუზეუმი მთლიანად შეიქმნა ბატონი გურამ შარაძის ფონდის საფუძველზე. უკვე საქართველოსთვის საცნაური გახდა ქართული ერისთვის, რომ თურმე ქართული ემიგრანტები არა მარტო ცხოვრობდნენ უცხოეთში, არამედ მოღვაწეობდნენ და აღწევდნენ უზარმაზარ წარმატებებს მეცნიერების ყველა დარგში. რაც შეეხება ხელნაწერებს, ჩვენთან დაცულია გრიგოლ რობაქიძის, ვიქტორ ნოზაძის, მიხაკო წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის და ეს არის მთელი ისტორია ქართული ერისის 70 წლიანი და შემდგომი. აკაკი შანიძეს, ქართული მეცნიერული გრამატიკის ფუძემდებელს, დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა უნივერსიტეტში. მის დამაარსებლებს ღირსეულ პატივს მიაგებენ. მისი კვლევები მარტო ქართველოლოგიური დისციპლინებით არ შემოიფარგლებოდა. მოგეხსენებათ, რომ არის ბევრი მსჯელობა იმის შესახებ, არის თუ არ არის ბასკური ჩვენი ქართველური ენების მონათესავე. 40-იან წლებში აქ ესპანეთიდან ფრანკოს აჯანყების დროს გამოყვანილი ბავშვები იყვნენ საბავშვო სახლებში. დადიოდა აკადითა და ბასკეთიდან ჩამოყვანილ ბავშვებს ეძებდა. ხომ არ არისო, იმიტომ რომ აინტერესებდა ბასკური ენის ცოცხალი მატარებლის მოძებნა.
ქართული გრამატიკა ერთ მთლიან სისტემაში შანიძემ პირველმა მოაქცია. განათლების რეფორმას უნივერსიტეტის პროფესურის ერთ ნაწილში დიდი ბნებათაღელვა მოჰყვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ეს კადრებიც ინახება. აი ამ რეფორმამ ძალიან ბევრი ზიანი მოუტანა მას. ეხლა რომ რეფორმა უნდა ჩატარებულიყო განათლების დარგში, ამაზე არავინ დაობდა და არც შეიძლება მაგაზე დაობა. მაგრამ რეფორმა უფრო მოფიქრებულად და უფრო დაფიქრებულად უნდა გატარებულიყო. რაში აიცით საქმე? გაყარეს საუკეთესო კადრები უნივერსიტეტიდან. საუკეთესო კადრები გაყარეს უნივერსიტეტიდან. ამ რეფორმამ უნივერსიტეტის რექტორის და სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლების მოლაპარაკება რეალური რეზულტატის გარეშე დასრულდა. პროფესორ მასწავლებლები დღეს ხტომათა დარბაზში დაახლოებით დღის 4 საათზე შეიკრიბნენ და პრეზიდენტისთვის მიმართვა მიიღეს. სამეცნიერო საბჭომ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა მოითხოვა. ამის შემდეგ გიორგი ხუბუამ საბჭოს 4 წევრის საკუთარ კაბინეტში მიიწვია. კაბინეტიდან გამოსულმა რექტორმა სამეცნიერო საბჭოს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა დარბაზში შეკრებილი უნივერსიტეტის 30-მდე თანამშრომელი დაშლას არ აპირებს. ხალხს არ აქვს რწმენა იმისა, რომ ხვალ უნივერსიტეტი ჩაკეტილი არ იქნება და ფიზიკურად არ იქნება ბლოკირებული მთელი კორპუსი, ამიტომ იძულებულები არიან, ზოგიერთები თვლიან, რომ აუცილებელია აქ დარჩენა და ღამის გათვება. ძიმეა, რა თქმა უნდა, ამისთან გაწყობების მიღება. ძალიან გთხოვთ, რომ საერთოდ უნივერსიტეტში ურთიერთობა წარიმართოს კანონის წესრიგის და იმ აკადემიის რაც ეკადრება უნივერსიტეტს. დიდი მადლობა. უნივერსიტეტის თანამშრომლების უდიდესი ნაწილი გრძნობდა, რომ უსაშუალოდ დიდი იყო საერთოდ სამეცნიერო დაწესებულებების რიცხვი საქართველოში, ძირითადად ახლა თბილისში უფრო დამოყრილი და თქვათ 4 მილიონიან საქართველოში, თქვათ 1 მილიონი ან უფრო მეტი მეცნიერი ვერ იქნებოდა. რეფორმა გულისხმობდა თავისთავად შემცირებასაც და თან ძალიან ძლიერ შემცირებასაც. ამას გარკვეული წინააღმდეგობა რასაკვირველია თანამშრომლებისგან მოყვებოდა. რასაკვირველია მეც არ მინდოდა ეს და ასეთი დიდი შემცირების წინააღმდეგი ვიყავი. მწყდებაგული იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ძალიან კარგი სამეცნიერო დონის კარგი პედაგოგები თქვათ დარჩენ. გარეთ ამ კონკურსში უპრობლემოდ დარჩებოდნენ უნივერსიტეტში, გავიდოდნენ აუცილებლად, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეს მონაცემები, მაგრამ მათ ნამდვილად თვითონ არ შემოიტანეს საბუთები. ეხლა რა იყო აი ამ რეფორმის შემდეგ, თქვათ, ამ წლებში რა გაკეთდა? განათლების სამინისტროს ვებგვერდზე დევს სამეცნიერების კონფერენციებში მონაწილეობის თანხები და თუ თქვათ კარგი მონაცემებია ადამიანს მიიღებს ამ თანხას, რომ მიიღოს მონაწილეობა. ევროპის სამეცნიერო კვლევებში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აქტიურად არიან ჩაბმულნი. CERN-ი, ევროპის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს შვეიცარიას საფრანგეთის საზღვარზე, სადაც თავის დროზე შეიქმნა ინტერნეტი, აქ შექმნეს მეცნიერება ინტერნეტი და აქვე შეიქმნა ეს გრიდ ტექნოლოგიები. ახლა რაც ეხება ეს, შესაძლებელი იქნება, რომ ქართულმა მეცნიერებმა მოახდინონ მუშაობა ევროპის ნებისმიერ მძლავ ცენტრებში და შედეგები მიიღო თბილისში, საქართველოში.
უნივერსიტეტის შენობის განახლებაზე ბევრს ზრუნავენ. მეგობარ ქვეყნებს სურთ აქ აუდიტორია, ბიბლიოთეკა თუ კომპიუტერული ცენტრი მოაწყონ. სხვადასხვა ფორმატით აკეთებენ, ზოგი აკეთებს კომპლექსურად კაპიტალურ რემონტს, როგორც თურქები ზოგი იქნება ესტონეთის აუდიტორია, Pas la langue estonie, mais l'audiostorie et cet espace, mais à l'ambassade d'Estonie. ენაზე მათ არ აქვს. Parce que par la langue, c'est très difficile. Atartu, il y a le train de l'université. Oui, oui. კი, სტატუსთან თან სერიოზული კონტაქტები გაუჩნდა. იდეა არის ასეთი ბატონო შემთხვევით, რომ ქვეყნის სული უნდა იგრძნოს იქ რო შევა სტუდენტი, ეს იქნება აუდიტორია, იქ ჩატარდება ლექციები. ამიტომ აუდიტორიაში ოთახში ეს უკვე თქვენ უნდა წარმოაჩინოთ ისრაელი, როგორც ის იყო, როგორც ის არის, თქვათ ქართულ, ებრაული კიდევ რაც არის. ანუ სტუდენტმა უნდა იგრძნოს, რომ ის იქ ერთი საათის განმავლობაში ლექციას ისმენს ისრაელის სახელმწიფოში, ასეთი ხეივანი გვინდა საერთოდ ყველა ქვეყანა იქ იქნება წარმოჩენილი. კანცელარიაში მართლაც უამრავი საქმეა. მე მაქვს თავის სპეციალისტზე გაკეთებული და უკვე პერსონიფიცირებულია ერთ პიროვნებაზე. კონკრეტულად ვინც ამჟამად დასაქმებულია. და ყველაზე იქნება აი ასეთი თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელიც რა ჩარჩოშია შემდგომში იმოძრავებს თითოეულ თანამშრომელს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ძალზე პოპულარულია ახალგაზრდებში. ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს ჯგუფის ერთგვაროვნების ხარისხს, გასაგებია, ხო? აი აუცილებლად მოითხოვს მეორე მაჩვენებელს, რომელიც გვიჩვენებდა ჯგუფის არაერთგვაროვნების ხარისხს. გავგებრათ ხო არ ვლაპარაკობ? ტელეკომპანია იმედის პოლიტიკურ თოქ-შოუ ღიერთებს ქრონიკის ყოფილი ტელეკომპანია იმედის პოლიტიკურ თოქ-შოუ ღიერთებს ქრონიკის ყოფილი წამყვანი მაგდა ანიკაშვილი წარუძღვება. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აბეზარკოვოს ანოფელესი ქვია. აქ არც ფოტოგრაფებს უწოდებენ პაპარაცებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში პაპარაცები არ არიან. როგორც ერთმა ფოტომოყვარულმა გითხრა, აქ უბრალოდ არავინაა რომ უპაპარაცო. და პაპარაცი ნაბუდ შესაძლოა. პაპარაცი რაღაცა უნდა, იყო დამთავრებელი. იანვარში პრეზიდენტის არჩევნები ეწყობოდა. სოციალური ფონი საქართველოში ჯერ ისევ ძალიან მძიმეა. საქართველო ისევ არჩევანის წინაშე იდგა. აგორდა მიტინგები. დაიწყეს გარკვევა იმ ვის გუნდშია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის წინამძღვრობდა ეროვნულ ბრძოლებს, მაგრამ შიდა დაპირისპირებებში, რაც ასე მრავლად იყო ბოლო 20 წლის მანძილზე, ის არ ერეოდა. თქვენი საზრით რა განსაზღვრავს ერის ერთიანობას?
რა არის ეს ერთიანობა, რომელიც ყველაზე მთავარია ჩვენთვის. ეროვნული ინტერესები. ყველაფერი ეს არის მართლაც ასე. სახელმწიფოებრიობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას კონდეს აზრის თავისუფალი გამოხატვის საშუალება. მაგრამ მთავარი რაც განსაზღვრავს ერის ერთიანობას. ეს არის მომავლის ერთნაირი ხე. დღეს რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება როგორი იქნება საქართველო 40 წლის შემდეგ, 50 წლის შემდეგ, 100 წლის შემდეგ, შეიძლება 200 წლის შემდეგ. და ყველაფერი ხდება ახლა. უნივერსიტეტში ელოდებოდნენ გაერთიანებულ ოპოზიციასაც. ვიზიტის შესახებ ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია პრესით და ტელევიზიით, მაგრამ ოპოზიცია არ მოვიდა. ამ ადგილს, სადაც 1940 წელს მეორე კორპუსი აშენდა, ყიფშიძეების გორას უწოდებდნენ. გრიგოლ ყიფშიძემ საკუთარი სახლკარი უნივერსიტეტისთვის დათმო. კიადვალი მშობლიურ უნივერსიტეტს სტუმრობს. ექსპერიმენტი მოფენს ნათელს შეკითხვას სამყაროში მასის გენერაციის შესახებ. ყველა ძალას აქვს თავისი გადამტანი. სოფლიოში აღიარებული ფიზიკოსის თეორიით სამყაროში დამატებითი განზომილება არსებობს. თანამედროვე სახელმწიფოებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ანალიზ, სტატისტიკურ ანალიზ მოდელირებას. უამრავი დეტალია მათემატიკური ანალიზის. აი ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს და მოდელირებას ჩვენს მიღებულ შედეგებს მე ვაწვდით ამერიკელებს და აი სტუდენტები გვეხმარებიან ამის გაკეთებაში მუშაობენ ჩვენთან. ეხლა როგორც ირკვევა უნივერსიტეტებს აქვს ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი დასავლეთში. ეს არის რადიკალურად შეცვლილი ახალი ტიპის ეკონომიკა და მე მინდა რომ ამ ეკონომიკის ნიშნები საქართველოში ჩაისახოს და განვითარდეს. ეს არის მყარი ნივთიერება. მისი ღობის ტემპერატურა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის 78 გრადუსი ცელსიუსი და კოლბას ათავსებთ აბაზარაში ყრით აბიექტიერებას და აცხელებ. ჯერ არა როცა ლექცია დამთავრდება მაშინ. ქიმიკოსების სამყაროს ქიმიური ელემენტების მთლიანობად აღიქვამენ. როგორც ვულკანს აქვს, ისე სწორედ ისეთი ფერმის სახით რჩება ქრომის ოქსიდი. ორზე იგი. 2 და 1. სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში კასტელში მიმდინარეობს. უნივერსიტეტში არის სტუდენტთა დასაქმების პროგრამა. სწავლა და მუშაობა ხშირად ერთდროული პროცესია. L'important c'est d'avoir la bonne concentration en sucre dans le mou. კონცენტრაცია ბაგაში ძალიან მნიშვნელოვანია იყოს. ბუფეტში ახალგაზრდული პრობლემები განიხილება. ჩვენი ელექტრიკოსი მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ მენიუს ენდობა. ეს მუხლი არის დისპოზიციური მუხლი მოგებისა და ზარალის განაწილება. 26 იურისტობა დღესდღეობით ძალზე პრესტიჟულად ითვლება. უნივერსიტეტში მართლაც საერთაშორისო დონის იურიდიული განათლების მიღება შეიძლება. დავჭერთ ზუსტად 9 საათი.
დარჩა 2 წუთს ნახევარი დროზე. იანვარში თბილისში ყინვა დაიჭირა. ამ საუკუნეში ასეთი სიცივე არ ყოფილა. სინოპტიკოსები წინა საუკუნეების ყინვებს ადარებდნენ, მაგრამ მსგავსი სიცივე იქაც ვერ აღმოაჩინეს. თბილისი ზამთრის კურორტს დაემსგავსა. უნივერსიტეტის ბაღშიც ყველამ ბევრი ხალისა. აუდიტორიები მაინც სავსე იყო. რისმაკ გორდეზიანის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო სკოლაა. წარმოვიდგინოთ, ლისისტრატე ისევ ეხება ომის თემას, მაგრამ სრულიად განსაკუთრებული კუთხით. ათენში მიდის ომი, მამაკაცები, აყოლილები ამ ომის ჟინს, ფაქტობრივად სახლები აქვთ მიტოვებული და ლისისტრატე საბერძნეთის სხვა ქალებთან ერთად გადაწყვეტს გამოუცხადონ ქალებმა კაცებს ბოიკოტი. ადვილი წარმოსადგენია, რომ კაცი შემორბის ბრძოლის ველიდან ყველაფერი მიხრილია, ბავშვი გდია და ტირის, სად არის მისი ცოლი, არის აკროპოლის და გაფიცულია. ამ შემოდის ახალგაზრდა ხმაწვილი, საყვარელი ხავს, ერთი სული აქ ეს საყვარელი ნახოს და საყვარელი ეუბნება, მე შენ ბოიკოტს გიცხადებ. შესანიშნავად აქვს ეს არისტოფანეს დაწერილი, გასაგებია ეს არ არის სერიოზული რეცეპტი ომის წინააღმდეგ. ეს არის შეიძლება სიტყვას საშუალება თქვენ დაგაკითხოთ იმაზე, რა აბსოლუტური, რამდენად აბსურდულია. კინოტელეხელოვნების მიმართულებაზე ქართული კინოს კლასიკოსები ასწავლიან. რასაც აკეთებ, ყველაფერში უნდა იყოს ის კანონი ჩადებული, რაზეც კინო არის და აუდიოვიზუალური ხელოვნება არის. მაყურებელი, მსმენელი ვერ უნდა მოდუნდეს. ესე იგი, თქვენ ისე უნდა ააგოთ, რომ განუწყვეტელი იყოს მაყურებლის ყურადღება. აი ეს არის თქვენი ამოცანა. ესეთი ხელოვნება. აქაური მხატვრები, როგორც ყველა ჭეშმარიტი ფილმწერნი, სხვენზე ბინადრობენ. მოდი საკაი აქ ახლა რა? აი ამას მე ჩავწვა აი.
მედიცინის ფაკულტეტის საუკეთესო ბაზები და ცნობილი ექიმები, სტუდენტების და ოსტატების გარანტია. რაში გამოიხატება მკურნალობა, როდესაც საუბარი არის აპენდიკულარული ინფილტრატის შესახებ. ანტიბიოტიკები ინიშნება ამ შემთხვევაში ინტრავენურად და ამათებითი პროცესის ალაგების შემდეგ ნაჩვენები არის უკვე ოპერაციული მკურნალობა. მდგომარეობის გასაუბრებელსა საჭირო მოსულს სანაცია და პრემიერას სტუდენტები თავად უკეთებენ პაციენტს გადახვევას. ქირურგის მოქმედება საოცარია. ოპერაციაზე პროფესორ ზურაბ ჩხაიძეს სტუდენტი ეხმარება. ეს მდუმარე პროცესია. აქ ყველაფერს მედიკოსთა ხელები წყვეტენ. Всё, მადლობთ. ბიოლოგების კორპუსი. ეს დარგი ადრე ბევრად პოპულარული იყო. აქ სიცოცხლეს მეცნიერულად სწავლობენ, უჯრედით დაწყებული, გენეტიკით დამთავრებული. ზოოლოგიის მუზეუმში ძალიან ამაყობენ უნიკალური ექსპონატებით, განსაკუთრებით პეპლების კოლექციით. ძალიან მდიდარი ვართ აი მარჯნის პოლიპებით, ეს ჩვენი ბოლო შენაძენია. სტატისტიკურად საქართველოში აბიტურიენტების 85% ეროვნულ გამოცდებზე პირველ ნომრად უნივერსიტეტს ირჩევს. ფაკულტეტებიდან კი ყველაზე ხშირად ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი სახელდება. ქართულ ეკონომიკას ნამდვილად სჭირდება გაჯანსაღება. And now I make very close contact because I'm also on the advisory board of the small sister of the Faculty of Business and Economics, the International School of Economics in Tbilisi. And with the special language training that we provide for our students, we will get them ready and train them in such a way that in their third year they will be able to study everywhere in the world and go to good universities in Europe, in the United States, and completely follow the program in English language. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ICT. სულ ახლახანს შეიქმნა როგორც ეკონომიკაში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების კერა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო დონორების გადაწყვეტილებით ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდა. მოწვეული პროფესორები ევროპის, ამერიკის, ისრაელის უნივერსიტეტების ცნობილი ავტორიტეტები არიან. Now you know of peace rate. Peace rate is basically how much ICT-ის მიზანი კავკასიის მთელ რეგიონში ეკონომიკური ცოდნის ამაღლებაა.
ქვეყნის ეკონომიკური პრობლემის დასაძლევად განათლებული და სუვერენული გონის თაობაა საჭირო. უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს ზეიმობდა. უდიდესი საჩუქარი მიუძღვნა ფონდმა ქართულ, მან დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა და უახლოეს დღეებში უკვე დაიწყება უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. ეს იქნება საფუძვლიანი რეკონსტრუქცია, რომელიც შეეხება აბსოლუტურად მთელ ინფრასტრუქტურას და განახლდება ყველაფერი. სამების ტაძარში ჩატარდა საზეიმო პარაკლისი. გაიხსნა ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალი რესურს ცენტრი, კომპიუტერლენდი, როგორც ხუმრობით შეარქვეს. გვინდა ძალიან მარტივი რამ. ჩვენ გვაქვს კარგი უნივერსიტეტი, მაგრამ ჩვენ გვინდა ქართველმა ახალგაზრდამ სტუდენტმა და მისმა მშობელმა იცოდეს, რომ ხვალ მისი შვილი აუცილებლად წავა და ისწავლის უკეთეს უნივერსიტეტში. ამას გვავალდებულებს უნივერსიტეტის ტრადიციები, ამას გვავალდებულებს ის მოლოდინი, რაც აქვს ქვეყანას უნივერსიტეტის მიმართ და ამ მოლოდინს ჩვენ აუცილებლად აუსრულებთ ჩვენს ახალგაზრდას, ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ქართულ ოჯახს. აირას ამბობდა ივანი ჯავახიშვილი. სიყვარულის გარეშე არ კეთდება დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს. უნდა უყვარდეს ყოველ მათგანს თავისი ხალხი. უნდა უყვარდეს მეცნიერება. უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ შეალიოს თავისი ძალა მეცნიერებასაც და ხალხსაც.